მე ვარ გაბრიელ დიასამიძე, 9 წლის. ვსწავლობ პირველ საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა წყალბურთი, ცეკვა, ფეხბურთი. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს წყალბურთი. მეგოს უმწოდა რომ მე მესწავლა ცურვა და შემიყვანა წყალბურთი. პირველად რო შევედი წყალბურთზე, მყავდა მასწავლებელი, ერქვა ირაკლი ვოლკოვი, ქართულიც იცოდა და რუსული. მასწავლიდა დაფებს მომცემდა, კამარს რო არ ჩავიძირო და გვეუბნებოდა რა უნდა გაგვეკეთებია. მე ვცურავ ბრას, ტროლს, დელფინს, ზურგზეწვები. ჯერ ცურვაზე შევედი და როდესაც ბურთის თამაში დავიწყე კარგად, მასწავლებელმა შემამჩნია და ასე გადავედი წყალბურთის წრეზე. მე ვთამაშობ მარჯვენა მცველის პოზიციას. წყალბურთში ჩემი მწვრთნელია ირაკლი ვოლკოვი. ძალიან უყვარს თავისი საქმე და ბავშვები. ერთთან მქონდა შეჯიბრება და ვიყავი ქუთაისში. კარგად ვითამაშეთ, მაგრამ სამწუხაროდ წავაგეთ. ჩემი აზრით, მე მაქვს კაი პასი და ბურთის ტარება. როდესაც თამაში მაქვს, ძნელია გოლების გატანა, მაგრამ ვარჯიშზე ბევრს ვიტან. ჩემი გეგმაა, რომ საქართველოს ჩემპიონი გავხდე. მგონია ეს ამბავი მოხდება 5-6 წელში. მე ასევე მიყვარს ფეხბურთი, ადრე დავდიოდი და მერე გამოვედი. იმიტომ გამოვედი, რომ მამიკოს არ მოწონდა როგორი მწვრთნელები იყო. იქაც ვიყავი მარჯვენა დაცვა. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია პელე. საყვარელი გუნდია რეალ მადრიდი. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებდით 13 ნომრით. ჩემი სკოლა მიყვარს, იმიტომ რომ კაი კლასელები მყავს. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია ნოდო ვარშალომიცე. ყველაზე ჭკვიანია ნიკოლოზ თედორაძე. ყველაზე მშვიდია ნინი ბერიძე. ყველაზე ცელქია ნოე კოღოვაშვილი. მე ვარ ყველაზე სიმპათიური და მეგობრული. ვარ კარგი ბიჭი და ყავს კარგი შეყვარებული. ცოლს რომ მოვიყვან, ვიქნები 22 წლის. შვილებს დავარქვევ ანდრიას და ელენეს. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია ელზა მასწავლებელი. იმიტომ რომ კარგად გვასწავლის, ახალ მასალებს გვიხსნის. კარგი მასწავლებელია, არ ყვირის. ჯერ მომავალი პროფესია არ მაქვს არჩეული. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი ექიმი. ეხლა მინდა ვიყო 5 წლის, იმიტომ რომ მენატრება ბაღი. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა და 2 და. ჩემი და არის 6 წლის და ქვია ნინა. ის არის ნერვების მომშლელი, ტირალა, მხიარული, ლამაზი, პრანჭია. ნერვებს მიშლის, როდესაც ვთამაშობ და მოდის და ტელევიზორს მირთავს. ჩემი აზრით, ნინა რო გაიზრდება, გამოვა მხატვარი. მეორე და არის 4 თვის და ქვია მარიამი. მარიამი არის სასაცილო, მხიარული, კარგი, ტირალა და ნორმალური. ის ალბათ გამოვა ექიმი. მომიკო არის ჩემსავით სიმპათიური. მის მამას ეხმარება, დედას, ძმას, მუშაობს და ჩვენ ოჯახს ეხმარება. დედიკო არის ლამაზი, განათლებული, კარგი, გვივლის და მეგობრული. ძალიან მიყვარს დედიკოს შემწვარი ქათამი და კარტოფილი. ჩემი ცოლი ყველაზე კარგად გააკეთებს პილმენებს. ისე ჩემი საყვარელი საჭმელი არის მაკდონალდსიდან ბურგერი. ბევრი ფული რომ მქონდეს, ვიყიდი სახლს, ოჯახისთვის, მანქანას, ჩემ ცოლისთვის სახლს და მანქანას. მე მიყვარს ფილმების ყურება. ჩემი საყვარელი ფილმია სტიჩი. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი ქუთაისში და დუბაიში. მე კიდე მიყვარს ცეკვა. უკვე 2 წელია ცეკვავ თაწმინდაში. თავიდან ყველაზე უფრო გამიჭირდა ცერებზე დადგომა. ყველაზე ადვილი იყო ფეხის მოძრაობა. ჩემი საყვარელი ცეკვაა ცეკვა ქართული. საყვარელი ილეთია ეს. ჩემი ქორეოგრაფია არის ბაჩი მასწავლებელი.
ვცდილობ, რომ ბარჩ შემასწავლებელზე კარგად ვიცეკვო. მე ვაპირებ ცეკვას კიდე 3 წელი. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. ვისთან ერთად გავფრინდებოდი კოსმოსში. კოსმოსში გავფრინდებოდი ჩემ ცოლთან ერთად. შემდეგ მონაწილეს ვუტუებ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია სახლი. ეს სახლი უნდა იყოს სამსართულიანი, დიდი ეზო და ბასეინი. ეზოში უნდა მედგას წითელი ლამბორჯინი. ბედნიერება არის 7 ოჯახი, კარგი მეგობრები და სწავლა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.